ადრე ხო იყო ქოცები, ნაცები და გირჩები. ახლა ვართ ქოცები და გირჩები მარტო. ნაცების ხო აღარ არიან თავისთავად თვითონ გააქრეს. ლელო მე მგონი თვითონ მიდის პოლიტიკიდან ალბათ რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე წავედი კარგად იყავითო. იმიტომ რომ არავისთან არის თანამშრომლა, მედია სივრცე იყიდა და აი გააუპატიურა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ყველაზე შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება იყო ლელოს ტელევიზიებში. ლელოს უწევს პოლიტიკიდან გასვლა, ჩემი აზრით, თუ ამას ხედავთ, ახალმა უბრალოდ იმდენი ხალხი გადააგდო გვარამიამ, რომ ჩემი აზრით პოლიტიკაში კი რა ქვეყნიდან მოუწევს წასვლა, თორე მინიმუმ ნიკაბელიაცებს, იმიტომ რომ ხო მაგას მიხვდება, რომ საერთოდ ყვილაძის ციხეში მაშინ როდესაც რა მარტო მან მოიტანა ხმები. ნიკამელიასთან 1000-ნაირი უთანხმოება მაქვს, თქვენც იყავით ამ ეთერში მონაწილე, მაგრამ ხო ნიკამელიამ მოიტანა ახალის ხმები. ანუ ადამიანი რომელმაც ხმები მოიტანა, მეორე ადამიანმა ვინც ფული აიღო, ჩასვა ციხეში. გამოატოვებინა არჩევნები, პოლიტიკური პერსპექტივა, ყველაფერი. გაანადგურა ფაქტობრივად ის ხალხი, ვისაც მიეკარა. ასე რომ შევხედოთ, ვინ დარჩა? შინაარსობრივად, მართლა პარტიული ინფრასტრუქტურასაც ქვია. გაახარია საქართველოს, რომელიც არალეგიტიმურს უწოდებს მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ თავად შედიან პარლამენტში მანდატები. გახარია ხალხი ამ პარლამენტში არის ყველაზე არალეგიტიმური ხალხი. ქოცებზე ბევრად არალეგიტიმური. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც პარლამენტში შევიდა, ხალხს არ აურჩევია. არა, ხალხს არ აურჩევია. ხალხმა ირჩია გახარიას პირველი ათეული. ეს ხალხი ჩახსნეს და შეიყვანეს მეორე ათეული, რომელიც ნომინალურადაც არ აურჩევია ხალხს. და შესაბამისად, ეგ ხალხი რომ ვინმეს არალეგიტიმურობაზე საუბრობს, ზოგადად ძალიან სასაცილოა. ამ არგუმენტის გამო, აი ზუსტად თუნდაც ამ არგუმენტის გამო, ეგენიც გავლენ ქართული პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ჯერთი მე მასეთ მდგომარეობაში როგორც ეგენ პარლამენტში შედიან, იქ არავის არ უსურვებდი ყოფნას. ანუ აი წარმოვიდგინე რომ ნებისმიერ ქოც შეუძლია გეძახოს რომ შენ ვისეუბნები არალეგიტიმურს, თავად არალეგიტიმურო და მართალი იქნება, გესმით? ამ პირობებში ვიძახი. იმ 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ ამას ყვები ამდენი ხანი, როგორ გაინადგურა 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ, რომელიც ხალხს ეუბნებოდა ხმა არ დაიკარგოს, ერთ-ერთი ჩვენთაგანი შემოხაზეთო და როგორ გადარჩა ის ერთი პარტია, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს 4 პარტია ყველა ერთად. გესმით? და ეს მოახერხეს 1 წლის განმავლობაში. ეს დამართეს საკუთარ თავს. და ესენი ან მოქალაქეებს რას უზამენ, ვინც ქუჩაში მაგათ მიყვება, ან ზოგადად ქვეყანას რას უზამენ, ოდესმე რო ხელში ძალაუფლება ჩაუვარდეთ. საკუთარ თავს რა უკნეს. მე არ ვზეიმობ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ერთპარტიული კომუნისტური პარტია რომ მივიღეთ ქართული ოცნების სახით. ამაში საზეიმო ხო არაფერი არ არის. მე ამას ტრაგიკულად ვყვები რა დამართეს საკუთარ თავს, თორე მე მერჩივნა რომ ესენი ერთმანეთთან შეთანხმებადი ხალხი ყოფილიყო, ამათთან დალაპარაკება შეძლებულიყო. ესენი უბრალოდ ისეთი პირწავარდილი მათყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთის სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, ასაც გეუბნებოდნენ. ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი. და არა ის ქართულ ოცნებასთან მარტო დარჩენა. ამ ხელა რესურსებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა ფაქტობრივად ცარიელი ხელებით.